უკვე მე-6 სასწავლო წელია, რაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. ნაძალადევში მოუწესრიგებელი რჩება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ახლის აშენების დაპირებით 1000-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილი მე-10 საჯარო სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა როგორც მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, დაგვიანებით, დარღვევებითა და ძალიან ნელი ტემპით. საკლასო ოთახების ნაცვლად მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ბოლო დღეებია შეხვედრა ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე უწევთ. მათ 28 და 29 ოქტომბერს დადიანის გამზრზე მშენებარე მე-10 სკოლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს რამდენიმე მოთხოვნით. კიდე ერთხელ ნამდვილად ვერ შევაყრევინებთ თვალებში ნაცარს. ეს ონლაინი ასე ბევრ სკოლას უთხრეს, რომ ერთი კვირით იქნებით ონლაინზე და შემდეგ მოიძებნება ალტერნატიული ფართი და საბოლოოდ დარჩა და დატოვეს ეს სკოლები ონლაინ რეჟიმზე, ამიტომ ონლაინ სწავლება საერთოდ ნულია ჩვენთვის, ანუ ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იღებენ ასე ბავშვები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ონლაინ სწავლებას ვაპროტესტებთ პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით არც ერთი კლასი არ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. ბავშვებს აქვს სრულიად ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესი, ანუ არ სწავლობენ ფაქტიურად ახლა ჩვენი შვილები, იმიტომ რომ აი ესე უპასუხისმგებლოდ მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენი გამოყრა, ასე ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმ შენობიდან, სადაც ამდენი წელია ვიმყოფებით, სრულიად გაუფრთხილებლად არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა, ანუ მშობლებთან ამასთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე და გაირკვა, რომ მათ ალტერნატიული ფაქტი შესთავაზა. თუმცა, როგორც მე-10 საჯარო სკოლაში აცხადებენ, უწყების მიერ შემოთავაზებული ფაქტი მათთვის საკმარისი არ არის. 29 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა, რომლის შედეგადაც ინახა ფართი ჭყონდიდელის 56 ნომერში. თუმცა აღნიშნული სივრცე ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მოსწავლეების სრულად განთავსების საჭიროებებს სასწავლო პროცესისთვის. ამჟამად განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ალტერნატიული, რეალური ფართების მოძიებაზე. უახლოეს 2 დღის ვადაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც. სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე წარმოება გრძელდება. 2019 წლიდან მე-10 საჯარო სკოლის ფაქტობრივი მისამართია ალიონი რცხულავას ქუჩა. აქ 22 საჯარო სკოლა მდებარეობს და სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებთან იყვნენ საკლასო ოთახებს მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. თუმცა, როგორც 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს გაირკვა, 22 სკოლის შენობაც ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშეა. წინასწარი შეფასებით, ავარიულია შენობის ძირითადი ფლიგელი, რის გამოც მთელი სკოლა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. განათლების სამინისტრო შენობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზას ჯერ ისევ ელის. პანდემიის დროს ქონდა ესეთი მოცემულობა. მაშინ მშობლების 90% სახლში ვისხედით და ვაქცევდით ყურადღებას. ეხლა ხალხი მუშაობს, ბავშვებს ხო უნდა ყურადღების მიქცევა. ისედაც ვერაფერს ვერ მიიღებს შვილები, ჩვენი შვილები ონლაინ სწავლებისგან. ვითხოვთ იგივე მოცემულობით, რა მოცემულებითაც ვიყავით 22 სკოლის შენობაში, მოგვიძებნოს შენობა სამინისტრომ, რომ შევიდეთ. არის შემოთავაზება 190 სკოლაში, სადაც დილის სმენის ბავშვები გადაყავთ საღამოს სმენაში, მაღალი კლასები, ეს წარმოუდგენელი აბიტურიენტები არიან ბავშვები, მასწავლებლები, შეთანხმებულები, აი თავდაყირა უყენებენ ცხოვრებას ბავშვებს, ჰაერში გვტოვებენ. ვითხოვთ შენობას, ხო სასაცილოა რასაც ვითხოვთ, შენობას ვითხოვთ, რომ ვისწავლოთ, განვითარდეთ და ბედნიერი მომავალი ქონდეს ჩვენ შვილებს. განათლების გარეშე ხო ამას ვერ მივაღწევთ. ბრბოხუ არ უნდა ვიყოთ. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყნის განვითარება თუ განათლებული თაობა არ ეყოლა იმას ქვეყანას. კითხვების სკოლების გაჭიანურებულ მშენებლობა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოშიც გაისმა. ვადაგადაცილებასა და მნიშვნელოვან ხარვეზებს აღიღებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 29 ოქტომბერს პარლამენტში თავად ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულმა რევას სოხაძემ განაცხადა, რომ მშენებლობის დასრულების კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ ისევ უჯერს. კონტრაქტით დასრულების ვადა აქვს 26 წლის მაისი. თუმცა აქ არის პრობლემა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი სპორტული მოედნის მშენებლობა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს აქვს გარკვეული პრობლემები.
ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ამ პრობლემების მოგვარების საკითხში, ასევე კონტრაქტორი ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს და ამ მიმართულებითაც აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ გვესმის გუშინ ჩვენც ვიხილეთ მოსახლეობის და მოსწავლეების და მშობლების გულისხმობა და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღნიშნული პროექტი დასრულდეს. თბილისის სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციაზე ევრონიუს ჯორჯიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვით 2025 წლის სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 1 სექტემბრიდან გაუქმდა ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გივი მიხანაძემ ბოლოს საჯაროდ ისაუბრა 22 სექტემბერს ახალციხეში ერთ-ერთი სკოლის გახსნისას. ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს თუ რაოდენ პრიორიტეტულია მთელი საქართველოს მასშტაბით განათლების და კერძოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და იმ სტანდარტების უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია როგორც მომავალი თაობის აღზრდის, ასევე ჩვენი მასწავლებლებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების და რა თქმა უნდა მასწავლებლების მხრიდან. მიუხედავად პრობლემის მასშტაბისა, სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის საკითხი ვერ მოხვდა ხელისუფლების უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს წარადგინა. აგრეთვე მხოლოდ თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის გამზირზე გასულ წლებში დაანგრიეს 4 სკოლა, ახალი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობებით ჩაანაცვლების დაპირებით. მათგან მხოლოდ 113 საჯარო სკოლის ადგილას კვლავ ცარიელი მინდორი, შენობის კედლისა და თუნუქის სამშენებლო ღობის მცირე ნაწილია შემორჩენილი. დანარჩენ სკოლებში კი ჯერ ისევ დაუსრულებელი სამუშაოები მიმდინარეობს.